თავი მეშვიდე, სულიწმიდის შესახებ, სილოგისტური დასაბუთება. საჭიროა რომ სიტყვა სულიც ჰქონდეს, თვითჩვენეული სიტყვაც არ არის უნაწილო სულისა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში სული, სუნთქვა უცხოა ჩვენი არსებისგან, რადგან ჰაერის მოზიდვა და ამოშვებაა იგი, შევისუნთქავთ რა და ამოვისუნთქავთ სხეულის საარსებოდ, რაც წარმოთქმის დროს სიტყვის ხმა ხდება და თავის თავში ავლენს სიტყვის ძალას. რაც შეეხება საღვთო ბუნებას, მარტივსა და შეუდგენელს, კეთილმსახურებითად უნდა ვაღიარებდეთ, რომ არსებობს ღვთის სული, რადგან სიტყვა ღვთისა ჩვენეულ სიტყვაზე უფრო ნაკვლევანი არ შეიძლება იყოს. ამასთან უხთოება იქნებოდა ამგვარი ფიქრი, რომ ეს სული უცხო რამ არის ღვთისგან და გარედან არის შესული მასში, როგორც ეს ჩვენ შემთხვევაშია, რომლებიც შედგენილნი ვართ. ისევე როგორც ღვთის სიტყვის გაგონებისას წარმოვიდგენთ, არა უგვამოვნო სიტყვას, არც თუ სწავლის გზით შეთვისებულს, ან და ხმით წარმოთქმულს, ან კიდევ ჰაერში გამბნევაცა და დაშლაც, არამედ არსობრივად გვამოვანს, ამრჩეველს, მოქმედს და ყოვლადძლიერს, ასევე განვისწავლებით რა, რომ ღვთის სული თანამავალია სიტყვისა და მისი მოქმედების ხადმყოფელი, უგვამოვნო სუნთქვათ როდი აღვიქვამთ მას, რადგან მართლაც უბადრუკობამდე დამდავდებოდა საღვთო ბუნების სიდიადე, თუ ჩვენეული სულის მსგავსად იქნებოდა გააზრებული მასში არსებული სულიც. არამედ არის იგი არსობრივი ძალა, თვით თავისთავად საკუთარ გვამოვნებაში განჭვრეტილი, მამისგან გამომავალი, სიტყვაში დავანებული და მისი განმაცხადებელი, რომელსაც არც ღვთისგან განშორება შეუძლია, არის რა მასში და არც სიტყვისგან, თანამავალია რა მისი, არც თუ უმყოფობად განქარვებადია იგი, არამედ სიტყვის მსგავსად გვამოვნებითად მყოფია, ცოცხალია, ამრჩეველია, თვითმოძრავია, მოქმედია, ყოვლითურთ სიკეთის მნებებელია და თავის ყოველ განზრახულობაში განზრახვის თანადროული ძალის მქონია. არ კი აქვს რა მას არც დასაბამი, არც დასასრული, რადგან არასოდეს დაკლებია მამას სიტყვა, არც თუ სიტყვას სული. ამგვარად, ერთი მხრივ ბუნებითი ერთობის გამო ელინთა მრავალღმერთიანობის საცდური უჩინარდება, ხოლო მეორე მხრივ სიტყვის და სულის აღიარებით იუდეველთა მოძღვრება ისპობა, თუმცა ამ ორივე მწვალებლობისგან არ ჩუნდება ის, რაც სასარგებლოა. იუდეველური თვალსაზრისისაგან ბუნების ერთობა, ელინიზმისგან კი მარტოოდენ გვამოვნებათა მიხედვით განყოფა. თუ შეგვეპაექრება იუდეველი სიტყვისა და სულის აღიარების გამო, საღვთო წერილის მიერ უნდა ვამხილოთ იგი და დავადუმოთ, რადგან ერთი მხრივ სიტყვის შესახებ საღვთო დავითი ამბობს, უკუნისამდე უფალო გიეს შენი სიტყვაცაში, ფსალმუნი 118-99 მუხლი. კიდევ მოავლინა თავის სიტყვა და განუკურნა ისინი, ფსალმუნი 106-20 მუხლი, ხოლო წარმოთქმადი სიტყვა არც მოივლინება, არც უკუნისამდე გიეს იგი. მეორე მხრივ სულის შესახებ თვით დავითი ამბობს, გამოავლენ შენ სულს და შეიქმნებიან, ფსალმუნი 103-30 მუხლი. კიდევ უფლის სიტყვიცანი დამყარდნენ და მისი პირის სულით ყოველი ძალი მათი, ფსალმუნი 32-4 მუხლი. ასევე იობი ამბობს, საღვთო სული შემქმნელი ჩემი, ხოლო მობერვა ყოვლის მყრობელისა შემამტკიცებელი ჩემი, იობის 33-4 მუხლი. ამგვარი სული მოვლენილი, შემქმნელი, დამამყარებელი და შემამტკიცებელი არ არის განქარვებადი ორთქლი, ისევე როგორც არც ღვთის პირია სხეულებრივი ნაწილი, რადგან ორივე მათგანი ღვთისმშვენიერად უნდა გავიაზროთ.